ჩვენ ვერ ვისვენოთ სამწუხაროდ. რა ჩდება დაახლოებით? ეხლა მე როგორც ვიცი, მაგალითად მესტიაში მაგალითად ნორმალურ სასტუმროში თუ შეხვალ, კარგი პირობებით 200-ის ზემოთ იწყება, დოლარზე ლაპარაკი, $200 ზემოთ იწყება ნომერი ერთი ღამით და კვებაც შესაბამისად ძვირია და ეს ჩვენარი მოსახლეობისთვის ნამდვილად ეს უფრო შემოდიან ტურისტები, უფრო ისინი და ჩვენი მდიდრები, მაგრამ ჩვენი მდიდრები საქართველოში თითქმის აღარ ისვენებენ. ფიქრობ, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ახერხებს დასვენებას, გარკვეული ნაწილიც ფინანსური მდგომარეობის გამო შეიძლება ვერ ახერხებდეს, თუმცა მაინც არის დამცვენებელი ტურისტულ ადგილებში. ზამთრის კურორტებზე ახერხებს თუ არა მოსახლეობის დიდი ნაწილი დასვენებას? უკეთ სასაცილოა თქვენ პასუხეთ. შეიძლება დაგვაგათ ალბათ ყველა თუ არა ნაწილი მაინც. რათა ჩემი ძმა არის წასული და ეხა ის უბრალოდ. ფილმი საწყდომია, რას ფიქრობთ ასეთი? რა კი, მე ვაწოს. ზამთრის კურორტებზე ხალხი თუ ახერხებს დასვენებას? ჩვენი სოფლიდან არავინ, მე ვინც ვიცი არავინ მიდის და. აი დამძან. გორიჯვრიდანა. მადლობა. რამე კურორტი